მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. სუპერმარკეტების ქსელი, სადაც სუსი შევიდა, ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფთან არის დაახლოებული, ამიტომ შევიდნენ და დაიწყეს გამოძიება. ესეც შიდა დაპირისპირების ნაწილია. სმარტსა და ნიკორაში რატომ არ არიან შესული? ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა ფარულავამ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმი განაცხადა. ფარულავა შეფასებით ირაკლი ყობახიძემ პროდუქტებზე მაღალი ფასების მიზეზი არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში მიღებულ გადაწყვეტილებებში უნდა ეძებოს. ყობახიძის ინიციატივას, რომელიც სატელევიზიო სივრცეში პოლიტიკური დებატების დაბრუნებას უკავშირდება, ფარულავა იმ გარემოებით ხსნის, რომ ყობახიძემ კარგად იცის, რომ ნახევრად ჩაძირულ გემშია, რომელიც მალე ჩაიძირება და პოლიტიკურად თავის გადარჩენას ცდილობს. არ მგონია, რომ გიორგი ვაშაძეზე ბევრი უნდა ვისაუბროთ, პოლიტიკურად განულებულ ადამიანებს რეკლამა არ უნდა გავუწიოთ. ამის შესახებ ხალხის ძალის დეპუტატმა გურამ აჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ნაცმოძრაობა და იქიდან ამოსული პოლიტიკური ყლორტები გვარამია იქნება ვაშაძე თუ ნებისმიერი, აბსოლუტურად განულებულები არიან. ცნობისთვის, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ესაჯა. ამასთან აიკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანის განცხადებით სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო. როგორც თამარ ონიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლოს შეფასებით მოცემულ საქმეს შეიძლება მიანიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი. ონიანის განმარტებით საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლისა და მე-13 მუხლის ფარგლებში. სასამართლო ასევე იმსჯელობს და შეაფასებს, არ უბევს თუ არა ხმის მიცემის უფლება საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე. ნახეთ ზანგეზურის დერეფანი ტრამპის მარშრუტი. ახლა კიდევ ალიევის განცხადება, ჩვენ ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ. არა იმიტომ, რომ ვინმემ ამოგვაგდო, არამედ საქართველოს ამჟამინდელმა ფაქტობრივმა ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური ნიშის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ საინტერესო, რითაც ძალიან ვუახლოვდებით დამოუკიდებლობის დაკარგვას. როდესაც ვკარგავთ გეოპოლიტიკურ ნიშას, მაშინ ჩვენ ძალიან ახლოს ვდგებით იმ მომენტთან, რაც გვქონდა მე-15 საუკუნეში. გეოპოლიტიკური ნიშნის დაკარგვა ნიშნავს იმას, რომ აღარ ვართ საინტერესო. ამას ჩვენ ძალიან ახლოს მივყავართ დამოუკიდებლობის დაკარგვასთან. ეს არის შეშფოთების საგანი. განაცხადა გია ჯაფარიძემ. მისი თქმით, დავოსში მშვიდობის საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევა ნიშნავს, რომ საქართველოს თავისი ისტორიული ფუნქცია დაკარგა და იქცა რუსეთის სატელიტ სახელმწიფოდ. სამწუხაროდ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა ჩაეხშო განსხვავებული აზრი გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატებისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო. თუმცა იმ განსხვავებით, რომ Deep State-ის აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლიანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა. წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ყობახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში. მისი განცხადებით არაფორმალური მმართველების ამ დავალების შესრულების მთავარ მედროშედ ნიკა გვარამია იქცა, რომელსაც პატრონებისგან სრული რადიკალიზაცია ჰქონდა დავალებული. იმისათვის, რომ მომავალში ქართულმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნულია ირაკლი ყობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. შესყიდვების დეპარტამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მხოლოდ 6 თვეში შევძელით დაახლოებით 300 მილიონი ლარის დაზოგვა. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟელიანმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი 2025 წლის მეორე ნახევრიდან შეიქმნა. ასევე რეფორმები და შესყიდვების სამსახური. კერძოდ, შესყიდვებს დაემატა ბაზრის კვლევის ელემენტი და ამ ორი დეპარტამენტის მეშვეობით მთავრობის ადმინისტრაცია არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს. გვექნება ძალიან საინტერესო ინიციატივები, რომელთაც შევიტანთ პარლამენტში 2026 წლის გაზაფხულის სესიაზე და მთლიანად მიმართული იქნება შესყიდვებისა და ანტიკორუფციული კანონმდებლობებისკენ, განაცხადა ლევან ჟორჟელიანმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით იგეგმება ცვლილებები, რათა ფსიქოტროპული მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტები გაიცემოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში კი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე მედიკამენტი გაიცემოდა დღიურ დოზასთან შედარებით 2-ჯერ და 3-ჯერ დიდი დოზით. საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრვის პროცესში სახელმწიფოსთან ერთად მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ბაშაყმაძე კატარის საგაგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს გააცნო სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი ასპექტები, რელიგიის სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები. ბაშაყმაძემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურობაზე, საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მინიმუმ ჯანმრთელობის მხრივ შეიძლებოდა მოკითხვა, მაგრამ საერთოდ არავინ არ დამკავშირებია საქართველოს ხელისუფლებიდან. ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალში ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. თამარ მეარაყიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერგნეთიდან გორამდე მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო. მეარაყიშვილი აცხადებს, რომ როდესაც მისი ტელეფონის ნომერი გაიგეს ცხინვალის რეგიონიდან საზოგადოებისთვის პატივსაცემი ადამიანები ურეკავენ და დახმარება თავაზობენ. მისივე თქმით, მან ასევე მიიღო შეტყობინება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგანაც. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გაცნობიტი ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ელჩმა ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილს ქართველ ადვოკატთა მხრიდან გამოცხადებული მაღალი ნდობის შედეგად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. ყანდაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს სტუმრობისა და დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის საადვოკატო პროფესიების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში ორმხრივი ჩართულობის მზადყოფნა დაადასტურეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა დავოსში სიტყვით გამოსვლისას ზღვარი გადაკვეთა. გუშინ დავოსში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზღვარი გადაკვეთა. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ უნგრეთში არჩევნების მოახლოებასთან ერთად მისი სამიზნე უნგრეთის მთავრობა და პირადად მე ვარ. თუმცა გასაკვირი ის იყო, რომ თავის გამოსვლაში მან ასევე გააკრიტიკა ყველა სხვა ევროპელი ლიდერი. ის ამბობს, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი მხარდაჭერა, იარაღი და ევროპის მონდომება არასაკმარისია. აღნიშნა ორბანმა. მისი თქმით, ბრიუსელიდან პასუხის მიღებას დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. ყოველი ვიქტორი, რომელიც ევროპული ფულის ხარჯზე ცხოვრობს და ამავდროულად ევროპული ინტერესების გაყიდვას ცდილობს, თავში წამორტყმას იმსახურებს. თუ ის კომფორტულად გრძნობს თავს მოსკოვში, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავუშვათ, რომ ევროპული დედაქალაქები პატარა მოსკოვები გახდნენ, განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ყულებს, რათა თავისი კორუმპირებული გენერლების ჯიბეები შეავსოს და დაუპირისპირდეს. მისი თქმით, უკანონო აგრესიას, რომელიც გაეროს წესდებას არღვევს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბარ არაღში X-ზე წერს. მისი თქმით, ზელენსკი ღიად და უტიფრად მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ უკანონო აგრესიისკენ, რაც გაეროს წესდების დარღვევას წარმოადგენს. ბატონო ზელენსკი მსოფლიოს ხელში ამოუვიდა დაბნეული ჯამბაზები თქვენი უცხოეთიდან მხარდაჭერილი და დაქირავებული ჯარისკაცებით სავსე არმიისგან განსხვავებით, ჩვენ ირანელებმა ვიცით, როგორ დავიცვათ თავი და არ გვჭირდება უცხოელებისთვის დახმარების თხოვნა, წერს არაღში. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები უკვე უზრუნველყოფს გრენლანდიის ირმ დაცვას და მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო მისი რესურსები უნდა გაიზიაროს. გსურს გავიზიაროთ ამ მინერალებითა და რესურსებით მდიდარი ულამაზესი მიწის სიმდიდრე, რომელსაც ფუნდამენტურად ვიცავთ, განუცხადა ვენსმა ნიუსმაქსს. მისი თქმით, რეგიონში უცხოურ აგრესიას აკავებს არა დანიის, არამედ ამერიკის სამხედრო ძალა. რა უშლის ხელს რუსეთს ან ჩინეთს გრენლანდიაში შეჭრაში, რაც არ უნდა მიყვარდეს დანია, უნდა ვთქვა, რომ არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ძალა, აღნიშნა ვენსმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზადაა. ყველა პარამეტრი ცნობილია, რაიმე ახალს არ განვიხილავთ. ეს საკითხები 6 ან 7 თვეა განიხილება. მან თქვა, რომ შეთანხმების დადება სურს. აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში. შეგახსენებთ, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დავოსში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ტერიტორიული საკითხი პირველ რიგში დონბასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხს უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის დელეგაციები აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილავენ. უკრაინული მედიის ცნობით ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მას ყველა ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მიაწოდეს. შეგახსენებთ, აბუ-დაბიში უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.